რომში იტალიის პრემიერის ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. მან სამშობლოში დააბრუნა ის ლიბიელი მებრძოლი, რომელსაც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ეძებს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში მელონი თავად ამბობს, რომ პროკურორები მას ოსამა ანჯეიმის, იმავე ოსამა ალ-მასრის დახმარებასა და ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. იტალიის პრემიერი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ რომის სააპელაციო სასამართლომ ალ-მასრი იმიტომ გაათავისუფლა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ იტალიის იუსტიციის მინისტრს არ გაუგზავნა მისი დაკავების ორდერი. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ გამოსცა ტრიპოლის პოლიციის უფროსის დაკავების ორდერი. საინტერესოა, რომ სასამართლომ ეს იმ დროს გააკეთა, როდესაც ეს პირი იტალიაში შემოდიოდა. თუმცა მანამდე იგი 12 დღე მშვიდად იმყოფებოდა ევროპის 3 სხვადასხვა ქვეყანაში. სასამართლო ალ-მასრის 2015 წლიდან მიტიგის ციხეში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ალ-მასრის რეპატრიაციამ ლიბიაში, რომელიც ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია მიგრაციასთან ბრძოლაში, უფლებადამცველი ჯგუფებისა და იტალიური ოპოზიციური პარტიების კრიტიკა და აღშფოთება გამოიწვია.